Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ღირსი მამა შიომღვიმელის ხსენების დღე და გითხრათ ისიც, რომ რა თქმა უნდა შიომღვიმის მონასტერში აღესრულება საზეიმო წირვას აღასრულებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეუფე შიოს ანგელოზის დღე მიულოცო. გიორგი, შენ ჩემომიერთები ალბათ. სიამოვნებით. შიომღვიმელის ღვაწლზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ალექსი გელაშვილი გახლავთ განთიადის სტუმარი. დაგლოცეთ მამაო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ვიდრე ჩვენ კონკრეტულად ვთქვათ ღირსი შიომღვიმელის მოღვაწეობას და ცხოვრებას გავიხსენებდეთ, მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა მნიშვნელობის მოვლენა იყო იმდროინდელი საქართველოსთვის ფაქტი, რომ მე-6 საუკუნეში 13 ასურელი მამა შემობრძანდება და იწყებენ სულიერი ცხოვრების და სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას და სულ სხვა საფეხურზე აყვანას. მოგახსენებთ, მნიშვნელობა რა თქმა უნდა ძალიან დიდი არის. აუცილებლად უნდა ცოტა განვარცოთ ეს თემა იქიდან გამომდინარე, რომ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთან პირველად უშუალოდ უფლის მოციქულებმა იქადაგეს 200 წელზე ცოტა შემდგომ ქადაგება მოხდა წმინდა ნინოს ქადაგება საქართველოში მე-4 საუკუნეში და შემდგომ უკვე მესამე ქადაგება, როდესაც უფალმა ინება და მოავლინა ჩვენს ქვეყანაზე ასურელი მამების ქადაგება, ეს იყო საბოლოო განსამტკიცებელი ჩვენი ერის რწმენაში და ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კი ყავდა კათოლიკოსი დროისთვის, ყავდა მღვდელმსახურები, თუმცა აქ უფრო ქმედითი ძალა იყო კიდე ჩასარევი, რომელსაც აი ბენმონაზვნური ცხოვრების მნიშვნელობა ქვია და სწორედ ამ დროს უფალის წყალობით და უფლისნებით ჩვენს ქვეყანაში მოვიდნენ ასურელი მამები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს მონასტრულ ცხოვრება, შეიძლება ასე ითქვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის აქ შიომღვიმელის მაგალითი, რომელიც ჯერ კიდევ წმინდა იოანეს ნაზნელთან მისვლისას, როდესაც ჯერ კიდევ ასურეთში იმყოფებოდნენ, მან 20 წელი დაჰყო უდაბნოში და სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა საქადაგებლად, მან 20 წელი მარხვასა და ასე ვთქვათ სულიერ მორჩილებაში და ისეთ ცხოვრების წესით გაატარა, რომელსაც ქვია ფუნდამენტური ბერმონაზვნობა და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი ჩამობრძანება საქართველოში სხვა იმ დანარჩენ 12 ასურელ მამასთან ერთად. და მის ცხოვრებას საინტერესოა მაყურებლისთვის, ვთქვათ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ისტორია, სად დაიბადა, როგორ გარემოში აღიზარდა წმინდა შიომღვიმელი. წმინდა შიომღვიმელი გახლდათ ანტიოქიიდან წარჩინებული ოჯახიშვილი, აზნაურის შვილი იყო, ასე მოიხსენიება მის ცხოვრებაში და მისი მშობლები გახლდათ კეთილმსახური ქრისტიანები, მათ სიმდიდრე ხელს არ უშლიდა ამას აღნიშნავ იმისთვის, რომ კარგი ქრისტიანები ყოფილიყვნენ და როდესაც ხედავდნენ წმინდა შიოს ასე ვთქვათ მოშურნეობას სარწმუნოებაში, ხალხთან ეუბნებოდნენ კიდევაც, რომ ცოტა მოეშვიო და განილაღეო რაღაც ერისკაცული ცხოვრები, თუმცა ის ერშიაც ცხოვრობდა ისეთი ცხოვრებით, რომ ემზადებოდა ბერმონაზვნობისთვის და ამას ხედავდნენ მშობლები, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ასეთი შემთხვევა, რომ დღესაც მშობლები როგორი მორწმუნეების ან მაინც ურჩევნიათ, რომ შვილი რაღაც დაოჯახდეს და ამისკენ უვიძგებდნენ მას. ის ფარულად გაიგებს მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ წმინდა იოანე არის ერთ-ერთი გაბრწყინებული მამა უდაბნოში, რომელსაც დაემოწეფება შემდგომში, ფარულად მიდის მასთან და ეუბნება მისვლისას წმინდა იოანე იტყვის, რომ ეს გახდებაო მრავალთა მამა უდაბნოშიო, გაბრწყინდებაო იგიო და თუმცა იმ წუთში არ აძლევს უფლებას, რომ დარჩეს. ეტყვის, რომ
წადი კურთხევა აიღებ მშობლებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ცხოვრებისთვის, ვისაც უნდა შედგომა ბერმონაზნობის გზაზე, წადი აიღე კურთხევა მშობლებისგან, თუმცა წმინდაშიო აქ ცოტა წინააღმდეგობას უწევს და ეუბნება რომ მეშინიაო, რადგანაცო შეიძლება მშობლებმა არ ინებონო რომ მე ბერად აღვკვეცო ჯერ 20 წლის ვარო, მაგრამ ეუბნება ასეთ რამეს წმინდა იოანე, ღვთისმგარბზნობილი მამა, რომ არა, წადი და შენზე ადრეო შენი მშობლები აღიკვეცებიანო მონაზვნებათო. და მართლაც სასწაული ბრუნდება მორჩილად ღირსი მამაშიო და ასე ვთქვათ, ასე წერია მის ცხოვრებაში, რომ კეთილი სივერაგითო იწყებს მშობლების იმაზრზე დაყენებას, რომ მონაზვნად თვითონ აღიკვეცოს, არც საუბრობს იმაზე, რომ აი თქვენ წადით და თქვენ აღიკვეცეთ მონაზვნად და თუმცა აი წესი იყო ასეთი სახარება იკითხებოდა ოჯახში და ერთ-ერთი სახარების ეს, როდესაც მდიდრის მაგალითია მოყვანილი უფალთან რომ მიდის რომ რაღა მაკლსომეო ეს ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, მაშინ აი ამ მაგალითზე წმინდაშიო ასე ვთქვათ უქადაგებს თავიანთ მშობლებს და აი ამ ქადაგების შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება მისი მშობლებისგან, რომ ისინი წავლენ და აღიკვეცებიან მონასტერში და ეუბნებიან თან ასეთ სიტყვებს, რომ შენ გიტოვებთო ყველაფერს, შენ ხარო ბატონ პატრონი აწი ამ მამულისო და ღირს შიოს უხარია ეს, რომ მე რახამს ბატონ პატრონი ვარ ამ მამულის და თქვენ წარბზანდებით მონასტერში, მე მაშინ ჩემს ნებას რაც მინდა იმას აღვასრულებ და თუმცა აქ კიდევ უკეთებენ ასე ვთქვათ მახვილს იმაზე, რომ მეუღლე მოიყვანოს და რაღაც მამულს ებატონოს. ხო და ეტყვის რომ თუ უფლისნება იქნება, მაშინ მე შევირთავ ცოლს და მართლაც მას შემდეგ რაც მშობლები წავლენ მონასტერში, რა თქმა უნდა იმ მონასტრებს შეწირა შესაწირავი საკმაოდ დიდძალი ღირსმშიომ და შემდგომ ამისა გადის რაღაც პერიოდი ის რომ აი მშობლების სიტყვას რომ არ გადავიდეს აქედან გამომდინარე, რაღაც თითქოს ელოდება იმ ჟამს რომ ხომ არ არის ეს ჯერ ოჯახისთვის მოწოდებული, მაგრამ არა. გარკვეული პერიოდის შემდგომ ყველა თავის ასე ვთქვათ მონაგებს იმ ქონებისა, რაც გახდა მშობლების დანატოვარი აიღებს და გასცემს მოწყალებაში მონასტრებს დაურიგებს და ასე შემდგომ და თვითონ მიდის იოანეს ზედაზნელთან. აი ეს არის აქედან იწყება ასე ვთქვათ მისი უკვე სრული შედგომა იმ გზაზე, რომლისთვისაც მოწოდებული იყო ღირსი მამაშიო და 20 წელი წელანაც ვახსენეთ, 20 წელი ის დაჰყოფს უდაბნო განმარტოებით ცხოვრებაში, თუმცა გარკვეულწილად ჯერ შეისწავლა ეს ცხოვრების გზა და შემდგომ გავიდა და ასევე სასწაულებრივია ისიც რომ ჩვენ ვიცით რომ იოანე ზედაზნელს სანამ წარმოვიდოდა საქართველოსკენ მას სასწაულებრივად ანგელოზმა გადასცა ქარტია, სადაც ამ მისი ჩათვლით 13 ასურელი მამის სახელები იყო ჩაწერილი, თუ ვის უნდა ეკადაგა საქართველოში ქრისტიანობა საბოლოო გამტკიცებისათვის და მართლაც რომ 13-ვე ასურელი მამა აი ესეთი ღვთისმგარბზნობილი მამები იყვნენ, რომლებიც მართლაც იმ დროისთვის საქართველოსთვის ფუნდამენტალურად საჭიროებდნენ. დიახ, თუმცა მამაო, ქართლის ცხოვრებიდან ცნობილი ფაქტია, რომ წმინდა მამებმა, ასურელმა მამებმა ქართული არ იცოდნენ და მათ სული წმინდის მადლით მიენიჭათ ეს უნარი, რომ ქართულად ამეტყველდნენ. საინტერესოა შიომღვიმელს როგორი ურთიერთობა ჰქონდა და სხვა ასურელ მამებსაც ასევე მაშინდელი ჩვენი ქვეყნის მესვეურებთან. მაგაზედაც მოგახსენებთ, მაშინ როდესაც უკვე გადაწყდა მათი წამობრძანება საქართველოში, ანუ საქართველოსგან სავალ გზა წერია ასურელი მამების ცხოვრებაში, რომ ძალიან რთულად განვლესო მათო საქართველომდე სანამ ჩამოვიდნენ და როდესაც უკვე საქართველოს საზღვრებს მოუახლოვდებიან, მაშინდელი კათოლიკოსი გახლავთ ევდემოზი, მას აქვს გამოცხადება ამის შესახებ, რომ თქვენსკენ მოდიან 13 ასურელი ღვთისმგარბზნობილი მამა და რა თქმა უნდა ამაშიც სასწაულია და ცხეთაში ხდება შეხვედრა
კათოლიკოსისა და ამ 13 ასურელი მამისა და იმდენად აი უკვე უშუალოდ სულიერ კავშირთან აქვს საქმე. აქ ვინ რა ენაზე მეტყველებს ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ ხდება სულიერი გაგება, სულიერი თანხვედრა, სადაც ენა უძლური არის, ენაზე მეტი არის სულიერი თანხვედრა და სწორედ აქ არის ის სასწაული, რომ ისინი საქართველოში მოდიოდნენ კიდევ იმის გამო დიდი სიხარულით, რომ აქ გახდათ კვართი უფლისა და ცხოველსყოფელი სვეტი. მაცხოვრებაში წერია ასევე, რომ ისინი დიდხანს დარჩნენ მცხეთაშიო და ქართულ ხალხზე ელაპარაკი, რომ ხალხიცო გაოცებული იყო მათ პირსახეს რომ უყურებდნო, გაბრწყინებულები იყვნენ იმ ლოცვითო, რასაც აღასრულებდნენ უშუალოდ მაცხოვრის კვართთან და ცხოველსყოფელ სვეტთან. ასე საინტერესო არის ღირსი მამის შეხვედრა ციხედიდის მთავარ ევაგრესთან. სწორედ აი ამ ნათელს იხილავს ისიც და შემდგომ გადაწყვეტს დარჩენას მასთან. კი, ეს უკვე მაშინ როცა კურთხევას გამოითხოვს წმინდა იოანე ზედაზნელისგან. ანუ საქართველოში. კი, საქართველოში არიან. ის უკვე დაბინავდება სარკინეთის მთისკენ და ამ დროს ეუბნება აუცილებლად ეს უნდა აღნიშნო, რომ კურთხევით ხდება მისი გასვლა უდაბნოში და წმინდა იოანეს ეუბნება ზედაზნელს, რომ მას შემდეგ რაც ზედაზენის მთაზე დაბინავდნენ 13-ვე და ესეც მნიშვნელოვანია, რატომ დაბინავდნენ, იმიტომ რომ ევდემოს კათოლიკოსი ეუბნება რამეს, რომ ეგ მთავ ის არისო, სადაცო წმინდა ნინომო კერპები დაამხო და მანდო ბოროტის სულები ბუდობენო. ასე ვთქვათ, ის კერპები გახლდათ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იმ დროის წარმართული პერიოდისთვის და სწორედ იქიდან იწყებენ საქართველოს განწმენდას სულიერების მხრივ და მას შემდეგ რაც ზედაზენის მთაზე დაიწყებენ მოღვაწეობას, აი იქ ეუბნება სწორედ ღირსი შიო, რომ იცი შენო ჩემი ისო ბუნებაო, რომ მე მიდრეკილი ვარ რომ მონჟაჟნური ცხოვრების და განმარტოების ცხოვრებისკენო და მომეციო უფლებაო, რომ წავიდეო მცხეთის მახლობლათო, აი სარკინეთის მთა რომ არისო, იქ დავეყუდო და უდაბნოებრივი ცხოვრება განვაგრძელო და ასეთ რამეს ეუბნება, მე გააძლევ კურთხევას წმინდა იოანე ზედაზნელი, მაგრამ მიდი კათოლიკოს დაეკითხე. ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია სუბორდინაციის დაცვა, რომ ისინი არა თავის ჭკუით იქმოდნენ, ყველაფერს ეკითხებოდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა აკურთხებს წმინდა ევდემოს კათოლიკოსი და უშვებს მას სარკინეთის მთისკენ, სადაც ახლა გახლავთ მისივე სახელობის მონასტერი და აი აქ ძალიან რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. აი წერია რომ პირდაპირ მიდიოდნენ მასთან ეშმაკებიო, ზოგი რქიანიო, ზოგი ასე, ზოგი ისე და ისინი აი მისი მოკლას კი სცადეს და ამ დროს მიმართავს ღირსი შიო, რომ თქვენო არიცი, ხომ იცითო რომ მე უფლის მადლით ვარო, გარშემო ზღუდულიო და იმიტომ ვერ მეკარებითო მეო და საბოლოოთო თქვენსო ეშმაკებმაო რომ დავანებოთო თავიო, მაგრამო დაემუქრენ რომ შენ მოძღვართანაცო და შენთანაცო ხვალეო მოვა ჩვენი მთავარიო, რომელიცო თქვენ ორივეს სიცოცხლის გამოგასალმებთო და დაეცემა ღირსი შიო ლოცვად, და გარკვეული დროის შემდეგ მასთან გამოცხადება ხდება. გამოცხადება, რომელიც ღვთისმშობლის და წმინდა იოანე ღვთისმცემელი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, შემწე დედაღვთისმშობელი კაცობრიობისა და იოანე ნათლისმცემელი პირველი, ასე ვთქვათ, სახე ბერმონაზნური ცხოვრებისა, რომლებიც დახმარებას აღუთქვამენ და აი ღვთისმშობელი გაუწვდის ხელს და რაღაც აი თეთრი მანანის სახის საკვებს აძლევს, რომელიც იმდენად ეთკბილაო მასო, რომ აი ძალა მისცა იმისი, რომ შემდგომში რაც აღესრულა სასწაულები, აი კეთკენ ევლო მას და აი სწორედ ახლა მაგაზე მოგახსენებთ, რაც კითხვა იყო, რომ ევაგრესთან დაკავშირებით, ეს მთა განთქმული იყო, ასე ვთქვათ, სიველური და რახან სიველურა იყო, ბევრი ცხოველიც ბინადრობდა და ნადირობდნენ და თავრები სასწაულებრივი იყო ისიც, რომ ღირს შიოსთან საკვები მიქონდა მტრეც. დიახ. და ევაგრემ რომ დაგზავნა ეს მარეკები, ასე ვთქვათ, ნადირობისას, დაინახა ფაქტი ასეთი, რომ მტრეც რაღაც მიაკ შეფრინდა გამოქვაბულში, გამოვიდა
დამთავრდა ის დღე, მეორე დღესაც წამოვიდნენ სანადიროდ, ისევ იგივე ფაქტს გადააწყდა. დაინტერესდა თუ რა ხდებოდა. და როდესაც მიუახლოვდა, შევინა იხილა წმინდა მამამ მოსაგრე და ევაგრეც იყო აღზრდილი ქრისტიანულად, რა თქმა უნდა და მაშინ იყო შინაგანად რაღაც რტოლვა ბერმონაზნობისკენ და ძალიან ასე ვთქვათ დაიხარებს რომ ასეთ ვინმეს ნახავს ვისაც დაემოწაფება და ასწავლის იმ გზას ცხოვრებისას წინამძღვარიც კი გახდება შემდგომში მონასტრის წინამძღვარი როდესაც ჩავა მღვიმეში მამო წმინდა მამაში მღვიმელის სახელს ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება და თუ შეიძლება რომელიმე რო გაიხსენოთ პირველი სასწაული რაც საქართველოს ჩამოსვლას მოხდა აი წერან საუბრობდით რომ ცხეთაში მოხდა შეხვედრა კათოლიკოსსა და 13 ასურელ მამას შორის მას შემდეგ რაც წმინდა ევდემოს კათოლიკოსმა მიუთითა ზედაზენის მთისკენ მდინარე ძალიან დიდი მოდიოდა არაგვი ხო და აყენებდენო მასო ხალხი და ეუბნებოდა რომ არ გახვიდეთო შეიძლება წაგიღოთო წყალმაო და ამ დროს იონეს დაზნელი ეუბნება ღირსში მღვიმელს რომ ილოცე მამაო რათა წყალი დადგესო და სამ მეტანიას გააკეთებს ილოცებს და უფლის სახელით ისე რომ არც დაფიქრდება მოძღვრის კურთხევით თუ ასე წერია მის ცხოვრებაში ილოცებს და სასწაულებრივად დადგება წყალი ისე როგორადაც მოხდა მოსეს დროს როდესაც ებრაელი სანამ ბოლო ასურელი მამა არ გავიდა მდინარეში მანამდე წყალი იყო დამდგარი ასევე ერთი ასეთი დიდი სასწაულია კიდე როდესაც სპარსელებისგან მოგეხსენებათ შეჭირვებულები ვიყავით კარგ ხნის მანძილზე და სწორედ აი შაჰაბაზის ერთ-ერთი ლაშქრობისას საქართველოზე მისი წმინდა ნაწილები წაიღეს და მას მოყვა საშინელი ჭირი სპარსეთის მოსრა ფაქტობრივად იმ წელს და მიხვდნენ აი ხომ მურწმუნოები იყვნენ რაღაც არ წამოთ მაგრამ მიხვდნენ იმას რომ ეს იქნებოდა მიზეზი და მადლობა ღმერთს რომ დააბრუნეს მისი წმინდა რომელზედაც მთხოვის საშუალება საბედნიეროდ დღემდე გვაქვს ჩვენ ის ძვალი დღესაც გამბრძანდება წმინდა ნაწილი ღირსი მამისა ვისაც აქვს ის ბედნიერება რომ დღეს შიომღვიმის მონასტერში ავიდეს ამის საშუალება მიეცემა დიახ სწორედ ამიტომ არის აი მაინც და მაინც აუცილებლად ხდება მოხსენიება მისი ყველიელის ხუთშაბათს ეს არის შემთხვევით არა რა თქმა უნდა ამასთან არის დაკავშირებული რომ წმინდა ნაწილები ადრეც და ეხლაც ну რაღაც წვედა გქონდა გახსოვთ კომუნისტების პერიოდში მაშინ არ ხდებოდა ეს მისი წმინდა ნაწილები გამურძანდებოდა და ხალხს ჰქონდა საშუალება რომ თხოვოდა მამო თვითონ მონასტრის აშენებაც მოხდა სასწაულებრივად და ესეც რომ დიახ აი ეს სასწაული თუ რომელ ადგილზე უნდა აეშენებინა მან ხელის გულზე დაიდო ნაკვერჩხალი და ნაკვერჩხალზე დაადო საკმეველი და ასე დაიწყო სიარული თუ სად უნდა აეშენებინა და იქ დიახ ხელით აკმევდა სასესხურით არ უკმევია და იქ სადაცო უწყვეტა თუ ზემოთ ამაღლდაო აი ეს კვამლი საკმევლისო აი სწორედ იქ მონიშნა კვერთხითო ის ადგილიო და იქ აიგო ტაძარი და კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სასწაული რომელიც ალბათ ბევრმა იცის თუ არა ყველამ როდესაც მონასტერს შემოეჩვია გელი ხო ჩვენ ვახსენთ როგორი ტყე იყო ეს და რამდენი ცხოველი ბინადრობდა და ფაქტობრივად გაწყვეტის პირას იყო მისული ფარა და როგორც დაელაპარაკა ასე ვთქვათ ეს ცოცხლად და უბრძანა მას რომ გაშორებოდა და მე ის მგელი გახდა თვითონ წემსავდა იმას რა ქვია და ეს ასევე ამაში მნიშვნელოვანი ის აზრი ჩადებული ამ სიტყვებში რომ მან საბოლოოდ 2000 ბერმონაზონი დატოვა მონასტერში და მან ეს ასე ვთქვათ აზრი რაც მგელსა და ასე ვთქვათ ცხრებსა და ფარაშორის არის ხალხში მოახდინა ეს გარდატეხა რომ აი სხვა სულიერი დიახ საზოგადოებაში იმხელა სულიერება დანერგა მან რომ აი ეს მგლებიც კი რომელიც აი ხო ცხრებად აქცია და იმ შეჭირვებაში რომ ხალხს ვისაც ამყოფებდნენ აი ეს სიტუაცია დაალაგდა და განიწმინდა ასე ვთქვათ რა აი ეს არის ასე ჩვენ სამწუხაროდ ერთ წუთი დაგვშა მე კითხვას ალბათ ვეღარ დავსვათ და შევახსენოთ საუბრის დასასრულს მისი აღსასრული მან 12 მეტრის სიღრმეზე ახლა სიტყვიერად ადვილი სათქმელია ეს 15 წელი გაატარა ვისაც უნახავს ეს მღვიმე
სინათლის წერტილიც კი არ შემოდის იმ ღვიმეში, ну თუ კანდელს დაანთებ, ეს არის სინათლე, მეტი არაფერი და მე როდესაც ჩავედი და ვნახე ეს ადგილი პირველად, რაღაც აი შიშს იწვევს, რაღაც რწოლას იწვევს და თქვენ წარმოიდგინეთ 15 წლის მანძილზე. თან ტრედი უზიდავდა საკვებს. აი იქ ადამიანი თავისი ძალით ვერ გაჩერდება. თუ არა ღვთის შეწევნა. და 15 წელი მან დაჰყო ამ ღვიმეში, სადაც თან ძალიან ვიწრო არის. აი ფაქტობრივად მოტრიალებად შეიძლება გაჭირდეს, არა თუ წამოწოლაზე და იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ რაღაც ხორციელი დასვენება უფლის ძალით იყო. რა თქმა უნდა, უფლის ძალით და ბოლო დიდი სასწაული, რაც ხშირად წმინდანებს აქვთ ხოლმე, მისი განსვლის ჟამი უწყებული იყო მასზე და მართლაც რამოდენიმე დღით ადრე ზიარება მიიღო, უკადაგა ბოლოს თავის მონასტერს, ხალხს და შემდგომ შეხვედრა აღესრულა მშვიდობით, როგორც სანატრელი სიკვდილით, მოკლედ. დიდი მადლობა თქვენ მამაო, საინტერესო საუბრისთვის. მე არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ თქვენი დებიუტი იყო, ასე ვთქვათ, ჩვენს გადაცემაში. უღრმესი მადლობა ამისათვის. თქვენ ვიდრე ეთერში შევიდოდით, გითხარით, რომ ცოტა ზღელავ და ნამდვილად არ გეტყობოდათ ეს. დიდი მადლობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა დროსაც გვესტუმრებით. აუცილებლად მზადდება. ძალიან დიდი მადლობა დაგვეცეთ. თქვენ და ტელემაყურებელს წმინდანის მადლი შეგვეციოს ჩვენ და სრულიად საქართველოს. 9 საათი